მოვედით ლას-ვეგასში, ეხლა თავარ ქუჩაზე. გადამშურიალებულია ყველაფერი, ძალიან ბევრი ხალხია. მიკროფონი დამჭა, იმედია ისმის კარგად ყველაფერი. ეს ბავშვები ბაცუნობენ რაღაცებს აქ. ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი White Castle თეთრი სასახლე, რო ჩაკბიჭავდა რომ მოხრაკული ხახვები რო აყრია ზემოდან და რო ჩაკბიჭავდა რომ გენდ ლას-ვეგასია რა. რა თქმა უნდა დათვალიერებით შემოვიფარგლოთ. ჩამოიკიდა სათამაშო ამბავი ჩემი ლურსმაზე უკვე წლების წინ. და ერთუშოო და სასახად უნდა დაფიქსირდეს ლას-ვეგას ვიდეოში, რომ გემბლინგი და თამაში არის ძალიან ცუდი და ძალიან სახიფათო ყველასთვის რა. არის ისეთი რაღაც, რაც ნამდვილად არ უნდა გამოცადოს არავინ, იმიტომ რომ ვიღაცთვის ძალიან დამანგრეველი არის და გართობით ბევრი რამე შეიძლება გართობა. ოღონდ მართლა ეხა კამერა უნდა მივაბრუნო. ვიდი შეიძლება რომ გაერთო. კიდე კაი დაждდა ეს მანდილოსანი. რა ხდება ჩემ რეალობს დუნია. ცოტას და პლუს 18-ის იმებს ატარებს რა. აგაც მამული შვილები. ცნობილი აფერისტები მიანი ილუზიას რომ არიან ჰაერში, მაგრამ გასაგებისაა როგორც არიან. აი აქ არის ეგეთი ატრაქცია, რომ აი აქ ეკიდები და მიდიხარ ბოლომდე. აი აქ ეს კაი კაცი რაღაცები 1000 სისულელი დააკეთებს ესეთ ნამუშევრებს რა. სისულელე ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ ხო რა სხვადასხვა გაზეთით
მეტალის ნაჭრები და ასე შემდეგ იგებს ამ რაღაცებს. Ხედი ადამიანები. საინტერესო ადგილია რა. როგორ რაღაცა არის, იცი რომ მაგალითად Times Square-ზეც ხდება დაახლოებით იგივე პერფორმანსები, ასე შემდეგ, მაგრამ აქ ესეთ პატარა მონაკვეთზე ამდენი სხვადასხვანაირი გასართობი რაღაცეები მე პირად არ მინახავს არსად და აი რაღაცა როგორც ეგეთი შედარება მოვიდა რომ აი TikTok-ს რო სკოლოდა უცებ ინფორმაციები რომ დოპამინის გაწვდის და რაღაც ამბავში რომ უფრო მეტად რომ აგაგზნებს ეგეთი ვარიანტი არის აქ რა იმდენი რაღაცეები არის ერთად რომ ძალიან გამორჩეული და უცნაურია რა რა თქმა უნდა ხარისხის განსჯა და ემოვნება თქვენთვის მომინდია ვინც ამას უყურებს ჩემო subscribe-ელებო და ჩემო TikTok-ელებო მაგრამ ხო რა ნაკადად საინტერესო უცნაური და სხვანაირი მონაკვეთი იყო, ვიდრე შეიძლება ესეთი ადგილი გენახა სხვა ქალაქებში რა. ჩემს ირგვლივ გამოვწდი ხაურობას, მაგრამ ყველაფერი გადაბჟურიალებული არის და ეს იყო მოკლედ დასვენებული მენახები და სავარაუდოდ იმ კადრებს ფაქტობრივად ჭრის გარეშე და უწყლეს შემოგთავაზეთ, იმიტომ რომ საინტერესო იმის დათვალიერება, საინტერესო ხალხი მოძრაობს, საინტერესო რაღაცები ხდება და საინტერესო ალბათ 99 ჯერ გავიმეორე და საინტერესო არის. ლას-ვეგას ბულვარზე ვართ, სადაც გადავსებულია თითქმის ყველა მთავარი კაზინო, თუ სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები და ასე შემდეგ. მოკლედ მთავარ გამზირზე ვართ ლას-ვეგასისა. ორი ყველაზე დატვირთული ვიზიტორები კაზინო, ელაჯიო და იგივე ცეზარს პალას.
ქართული სახელი კი მოურქმევია გორდონევზის რა. Hell's Kitchen. აქ რო დარჩე მოკლედ ყველაზე მინიმალური პრისი არის $157 და ნუ დეპოზიტი თოვმენ 100-ს რა. Так, ეს რაღაცები. Osmopogiti ჩდება, არ ვიცი. იერის გადაღებას მოვუძებ, სავარაუდოდ დღეს ვეღარაფერს. იმიტომ რომ ეხლა უკვე არის პონდელოს წუთი. ორა ეგეთი ამბებია რა ლას-ვეგასში რა. და კიდე ერთხელ გამოვიდები რომ გემბლინგი და თამაში ძალიან სახიფათო გართობა არის და არა თამაშს. Roy.